მოგესალმებით, თქვენ უყურებთ GeoTeam-ის YouTube არხს და უყურებთ მორიგი ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ. თორნიკი ატყობთ, რომ საქართველოში არ ვართ. მივყოვებით თურქეთის ქალაქ ანტალიაში, სადაც ჩამოვედით ქართულ კლუბებთან შეკრებებზე და უახლოეს მომდევნო დღეებში გელოდება ძალიან საინტერესო ვიდეოები და კონტენტები ქართულ ფეხბურთელებზე, ქართულ კლუბებზე და რომ არ გამოგთეთ ეს საინტერესო ვიდეოები, გთხოვთ გამოიწეროთ GeoTeam-ის YouTube არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო, ველოდებით თქვენ კომენტარებზე და წინ ძალიან საინტერესო ვიდეოები გელოდებათ ქართულ ფეხბურთზე, ქართულ კლუბებზე. ითხოვდით ვიდეოებს და ეს იქნება, თუმცა სანამ შემდეგ ვიდეოები დაიდება, მინდა დღეს ვისაუბრო დახურულ სატრანსფერო ფანჯარაზე იანვრის, რომელიც ქართულ ფეხბურთს ძალიან საინტერესო გამოდგა, ბევრი საინტერესო ტრანსფერი შედგა, იყო ბევრი ჭორებიც და მე მინდა ეს თემები, ინსაიდები თქვენთან ერთად განვიხილოთ და საინტერესო ინფორმაციები მოგიყვეთ, რაზე შესაძლოა ინფორმაცია არ გქონდათ, ეხლა გაიგებთ, ან გქონდათ და განხილვისაგან იყო და ერთად განვიხილოთ. კიდევ ერთი თუმცა, სანამ ამ ვიდეოს დავიწყებ, აი ერთი წუთით რაღაცას მოგიყვებით და მინდა რომ ეს GeoTeam-ის გამომწერებმა იცოდეთ, ჩამოვედით რეალურად 2 დღის წინ ანტალიაში, თუმცა ალბათ ეს 2 დღე იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე, მინდა რომ იცოდეთ ამის შესახებ. აი საშინელება გადავიტანე. მოკლედ ფრენა გქონდა სანამ აქ მოდიოდით ანტალიაში, ფრენა გქონდა თბილისი, სტამბული, ანტალია. და როგორ გაგვაწამეს ახლა თურქებმა მოგიყვებით, მოკლედ სამწუხაროდ სტამბულში ფრენაზე დამაგვიანდა, ვერ მიუსწარი და რეისთან მომხსნეს და ეს ჩანთები, კამერები, აპარატურა, ყველაფერი, ერთი მარტო ლეპტოპი ჩანთა მქონდა ჩემთან ერთად. იყო ჩაბარებული ჩანთებში. რო ვიკითხეთ, ჩადი ანტალიაშიო, ახალი ბილეთი ვიყიდე, ეგრევე შემდეგი რა ბილეთიც, რა ფრენაც იყო უახლოესი და ჩავედი ანტალიაში. რო ჩავედით ანტალიაში, გვითხრეს რომ იქ რო ჩახვალ, მოითხოვ შემბარგზე ჩამოგივაო და მივედით შესაბამის ავიაკომპანიის დაკარგულ ბარგებში, სადაც და ნიუთებში, სადაც უნდა ჩვენი ბარგი აგვეყო და გვეუბნებიან, რომ ეგ ჩვენი პრობლემა არ არისო, შენ სხვა ავიარეისით ჩამოხვედიო, ბარგი სხვა ავიარეისით მოდიოდა და მოკლედ ვერ მოგცემთო შემბარგს, არ ჩამოვაო აქ. მე ვეუბნები გადავიხდი ფულს, ჩემი ბარგი აპარატურა, ჟურნალისტი ვარ, გადაღებები მაქვს, გჭირდება? არა, მოკლედ წადი სტამბულშიო, დაბრუნდი უკანო და ჩამოიტანო შენი ბარგიო. რა მექნა? მეორე საღამოსო ვიყიდე, მეორე დღეს სტამბულში წასვლილი ბილეთები. ჩავედი და მეუბნებიან ესეთ რაღაცა. შენი ბარგი აქ არ არისო, გუშინ საღამოს ანტალიაში გავაგზავნით. უძილო ღამე, ნერვიულობა და ეს რაღაცას გეუბნებიან. დაუბრუნდით ისე უკან აქ, გავგიჟდით მეთქი რანაირად. და რომ ჩამოვედით ანტალიაში, ჩვენი ბარგი რო ავიღეთ მეორე ტერმინალში, გვეუბნებიან ეს რაღაცას, რომ რატო არ დაწერეთო რეპორტიო? თორე თქვენი ბარგი რო ჩამოვიდა, მიიღებით შეტყობინებას. მოკლედ ესეთ ვიღაცის ხასიათს ჩვენი 2 დღე გადაყვა, სამწუხაროდ ის 2 დღე ძალიან საინტერესო გადაღებები ჰქონდა დაგეგმილი და ეს 2 დღე იყო აი ძალიან რთული, წარმოგიდგენთ, ამდენი 1000 სილარის აპარატურა, ნიშნულოვანი ნიუთები, ყველაფერი ჩანთაში ჰქონდა და მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი ავიღეთ და ახლა ამ ვიდეოსაც ამ აპარატურით წერთ და მე სანამ ამ ვიდეოს დავიწყებ, კომენტარებში დაგვიწეროთ, რომ ჩვენთან ერთად ხართ და წინ ელოდებით იმ ვიდეოებს, რომელიც უახლოეს დღეებში დაიდება. ახლა კი რაც შეეხება უშუალოდ ვიდეოს. პირველი რა თქმა უნდა დავიწყო ზურიკო დავითაშვილით. ზურიკო დავითაშვილის თემა არა მარტო ამ იანვარში, მთლიანად ზაფხულშია, ზაფხულიდან უკვე მოყოლებული ძალიან აქტუალური იყო, ბეშიქტაშზე იყო ლაპარაკი და თითქოს ერთადერთი გუნდი, რომელიც ოფიციალურ წინადებას აკეთებდა ზურიკოს ტრანსფერზე იყო ბეშიქტაში და თუ ტრანსფერი შედგებოდა ზურიკო წავიდა ზაფხულში ბეშიქტაში. თუმცა ძალიან საინტერესო რაღაცები მოხდა. იანვარში ბენფიკამ გამოითხოვა ზურიკოზე ინფორმაცია და 8 მილიონიანი ოფერით გააგზავნა, თუმცა სენტეტიენი მყარად პოზიციონირებდა, რომ არა, ზურიკო არ იყიდება. ისევე როგორც ევერტონმა გამოითხოვა ზურიკოზე ინფორმაცია, ის 8 მილიონიანი ოფერი ბენფიკასი დააუარა სენტეტიენმა. და შემდეგ იყო ოლიმპიაკოსის გაუმჯობესებული ოფერით 11 მილიონს პლუს 2 მილიონი ნახევარი ბონუსები და ამაზე ზუარი უთხრეს. საბოლოოდ რა მოხდა კარგი? ის მოხდა კარგი, რომ ზურიკოს ზაფხულში მარტო ბეშიქტაშის ვარიანტი ჰქონდა. ახლა უკვე ისეთი გუნდები გამოჩნდნენ, რომ ზურიკო თუ სადმე წავიდოდა იყო ბეშიქტაში ზაფხულში მაგალითად, თუმცა ახლა უკვე
ვფიქრობ, რომ ზურიკომაც ნათლად დაინახა, რომ ისეთ გუნდებს უნდათ, რომ ზაფხულში ჩემი აზრით ზურიკოს ძალიან კარგი ტრანსფერი გველოდება წინ. თავარია ზურიკომ ესე გააგრძელოს სენტეტიენში რა სტატისტიკაც აჩვენებს 9 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. და თქვენი აზრი მაინტერესებს, აი ევერტონი, ბენფიკა და ოლიმპიაკოსი ვთქვით და აი ამ სამი გუნდიდან თქვენ რომელ გუნდში ისურვებთ ზურიკოს თუ რა თქმა უნდა და მგონია რომ კიდე გამოჩნდებიან გუნდები. და სანამ შემდეგ ფეხბურთელზე გადავალთ, რომელიც არის გიორგი ქოჩორაშვილი, შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის წარმომადგენელი როგორც წინა წლებში 2026 წელსაც იქნება კომპანია აჭარაბეთი და მადლობას ვუხდით აჭარაბეთ ჩვენ გვერდში დგომისთვის. ახლა კი გავაგრძელოთ ვიდეო და შემდეგ ფეხბურთელი იქნება გიორგი ქოჩორაშვილი, რომელზეც იწერებოდა რომ სელტას უნდა და იჯარით, რომელზეც იწერებოდა რომ ლევანტეს უნდა და იჯარით. თუმცა აპდეიტი ზღოდო ინსტაგრამზე გიორგი ქოჩორაშვილმა გადაწყვიტა დარჩენილი იყო სპორტინგში და რატომ გადაწყვიტა ეს ყველაფერი? 27 წლის არის გიორგი ქოჩორაშვილი, 27 წელში არის გიორგი. ისეთი ასაკია ეს, რომ რეალურად სპორტინგის დონის გუნდი თუ დაბრუნდება ლევანტესნაირი გუნდში, შემდეგ რთული იქნება კიდევ ერთი ტრანსფერის გაკეთება ესეთ გუნდში. ქოჩორა თulis რომ მას ადაპტაცია ბოლომდე არ ქონდა, პირველ სეზონში ნაყოფიერად გავლილი და ახალ სეზონში შეკრებასაც დაიწყებს სპორტინგთან ერთად. შემდეგ გადაწყდება ყველაფერი ქოჩორას ამბავზე. ქოჩორა ძალიან პოზიტიურად უყურებს მის მომავალს სპორტინგში და ზოგადად თუ დააკვირდებით გიორგის კარიერა ლევანტეში თუ კასტელიონში თუ სადაც იყო, ხირონაში თუ საქართველოს ნაკრებში ძალიან დიდი შრომით მოიპოვა ეს წარმატებები, რომელიც თითოეულ კლუბში ქონდა და საქართველოს ნაკრებში დღემდე აქვს. და ჩვენ გვჯერა რომ ქოჩორამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ფეხბურთელს ჩემს ჯერა საკუთარი თავის, მან ბოლომდე უნდა ცადოს ყველა შანსი თუ სპორტინგის დონის გუნდში ჩაჯდება სასტარტო შემადგენლობაში, სადაც ზაფხულში ელოდებიან რომ ის პოზიციის რამდენიმე ფეხბურთელი წავა გუნდიდან, ეს ქოჩორასთვის ძალიან დიდი კარიერული ნაბიჯი იქნება სპორტინგის სასტარტო შემადგენლობაში თამაში. ასევე შემდეგი ფეხბურთელი საბა გოგლიჩიძე, რომელიც გადაათამაშეს ესე რომ ვთქვათ პოცოების ოჯახმა, ერთი ფლობელის გუნდი არის როგორც უდინეზე, ასევე უოტფორდი. პრობლემა ის იყო, რომ ფლატ ვერ აეწყო საბას და უდინეზეს მწვრთნელის ურთიერთობა იდეალურად და როცა საბას თავიდან მიეცა შანსი, შემდეგ სკამზე გადასვეს და როცა მწვრთნელის დობას ვერ ზრუნ ფეხბურთელი კლუბში, შემდეგ ძალიან რთულია იმ კლუბში შენი მაქსიმუმის გამოვლენა და საბას უნდა წასვლა იჯარით. სულ მინიმუმ იჯარით ტრანსფერზე არ იყო თანახმა უდინეზე. იყო ოფერი უჯარის როგორც ფიორენტინიდან, ასევე ტორინოდან, თუმცა კლუბის პოზიცია იყო ისეთი, რომ მათ არ უნდათ სერიას კონკურენტ გუნდში საბას გაშვება, იმიტომ რომ საბას როგორც ნიჭიერ ფეხბურთელს ესე უყურებენ მწვრთნელმაც თქო ეს რაც ნიჭიერი ფეხბურთელები რამდენიმე ნიჭიერმა ფეხბურთელმა დაგვტოვა სამწუხაროდ იანვარშიო და გაუშვეს ჩემპიონშიპის ვოტფორდში, რომელიც იბრძვის პრემიერ-ლიგაში ამოსასვლად. ჩემპიონშიპი მაღალი დონია და სანაკრებად კარგად მომამზადებს ჩვენ ფეხბურთელს, ეს ჩაკვეს მაღალიძეც გამოჩნდა, ჩაკვე გოგლიჩა მგონი რომ ერთად ბევრ საინტერესო რაღაცას შესწენენ ერთმანეთს, როგორც პროფესიონალები, საბას შეუძლია ჩაკვესგან, როგორც პროფესიონალისგან ბევრი რაღაც ისწავლა და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ფეხბურთელები ერთად არიან, პლუს ნიკოლოზ ჩიქოვანი, სამი ქართველი ერთ გუნდში არის. შვენიერი ამბავი. ისე როგორც სამი ქართველი, გიორგი ქულითაია, გიორგი აბუაშვილი და გიორგი ციტაიშვილი, აი გულწრფელად რო ვთქვათ, ალბათ ჩემს ჟურნალისტურ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი ექსკლუზივი გამცნეთ. მოულოდნელი, იმიტომ რომ 32 წლის გიორგი ქულითაია ტოპ 5 ჩემპიონატში გადავიდა და გიოს ულოცავ ამ ნაბიჯს. დაიმსახურა, მან იმდენი რთული პერიოდი გამოიარა ტრამვების ფონზე მის კარიერაში, ის იმსახურებდა ტოპ 5-ის გემო შეიგრძნოს და მინდა თქვა, რომ რაც ამ წამს შემიძლია თქვა, მან ძალიან დიდ, ბევრად დიდ კოლოსალურ ხელფასზე თქვა უარი საუდის არაბეთში. საუდის არაბეთის უმაღლესი დივიზიონის მეორე ეშელონის გუნდის ვარიანტი ქონდა, ბევრად უკეთეს ხელფასზე, 2 წლიანი კონტრაქტი. თუმცა გიორგიმ გარიისკა 32 წლის ასაკში და 6 წლიანი კონტრაქტზე წავიდა დაბალ ხელფასზე მეტში, იმიტომ რომ მას როგორც ფეხბურთელს ალბათ უნდა ის შეეგრძნო, რასაც ტოპ 5 ჩემპიონატში თამაში ჰქვია და ნახოთ თუ გიორგი მოახერხებს მეცთან ერთად ლიგა 1-ში დარჩენას, კლუბს ექნება მასთან საშუალება კიდევ 1 წლით გაახანგრძლოს კონტრაქტი თუ არა და თუ ლიგა 2-ში გავარდება მეცი 6 თვეში გიორგი ქულითაია თავისუფალი აგენტი გახდება კვლავ. შემდეგი ფეხბურთელი არის ანდრია ბართიშვილი, საქართველოს ჩემპიონატის ტრანსფერზე მინდა ინსაიდი გითხრათ, თუმცა სანამ ამ ინსაიდს მოვყვები, გეტყვით რომ ამ ანტალიურ ოიარში ჩვენი გენერალური მხარდამჭერი ნაბეღლავი და ბახმარო იქნებიან ჩვენთან ერთად. ეს ყველა ვიდეოში ენერგიით და
კარგი მინერალებით გაგვაძლიერებს, ვახმარო კი არის ჩვენი საყვარელი წყალი ჯეოთიმის. სანამ გადავიდოდი აუცილებელი იყო ენერგია მიმეღო ვახმაროსგან, ბართიშვილზე იყო ძალიან დიდი ბრძოლა, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ბართიშვილი ახლა საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს, არის ის, რომ არასრულწლოვანია, 18 წელს რო გახდება, ძალიან ბევრი წინადადება აქვს ტოპ 5 ჩემპიონატის გუნდებიდან. ეგრევე წავა. თავი ღმერთს ყოველ ჯანმრთელობა ქონდეს, ის მენტალიტეტი, რომელიც ნიჭიერ ფეხბურთელს აქვს, შეინარჩუნოს და ანდრია წავა პირველივე რეისით 18 წელს ასაკში ძალიან კარგ გუნდში. თავი ბრძოლა იბერია 1999-მა ანდრია ბართიშვილის ბრძოლაზე მოუგო ტორპედოს ძალიან უნდოდა ეს ფეხბურთელი, თუმცა ჩემი ინფორმაციით შემდგომი ტრანსფერის გადახდის სისტემაზე ანდრიას წარმომადგენელი და ტორპედო ვერ შეთანხმდნენ. ამ ამბავში საერთოდ გამონახეს მამუკა ჯუღელმა და იბერიამ და ბართიშვილი ერთწლიანი იჯარით ფოთის კოლხეთიდან შეუერთდა იბერიას და ახლა იმ შეკრებაზე ვარ, სადაც ბართიზე მომამზადებ სიუჟეტს, ბართის ვარჩებს დავესწრებით და რასაც გეუბნებიან სასწაულ ფორმაშია და ძალიან დიდი ძალა იქნება ეს ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონისთვის. შემდეგი ტრანსფერი და ინსაიდი და სატრანსფერო ჭორები იყო მამარდაშვილზე, რომელიც სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში გავრცელდა, რომ ბეშიქტაშს უნდოდა იჯარით ამ ფეხბურთელის წაყვანა. თუმცა ეს ამბავი იმდენად დასაწყისში ლივერპულმა დაკეტა, რომ ფეხბურთელამდე არც მისულა ეს პასუხი, ესე რომ ვთქვათ, ლივერპულს ჭირდებოდა ერთი მეკარის იმედად, ჰალისონის იმედად ვერც იქნებოდა და რა თქმა უნდა და უარი თქვა ეგრევე, ან ფეხბურთელის წარმომადგენელთან და ფეხბურთელთან არც მისულა ეს ამბავი, თუ ლივერპულმა თქვა უარი ბეშიქტაშში მამარდას გახშობაზე და მამარდას ამბავი როგორ იქნება, გეტყვით თუ ალისონი დარჩება და გაახანგრძლოს კონტრაქტს ლივერპულში, ალბათ მამარდას ზაფხულში ახალ გუნდში ვიხილავთ. ეს იქნება ძალიან დიდი ალბათობა ამის, იმიტომ რომ მამარდას არ სურს ლივერპულში ზედიზედ 2 სეზონის გამზე ყოფნა და ეს იქნება იჯარა თუ ლივერპული მას გაყიდის, ამას ვნახავთ, თუმცა ჩემი ინფორმაციით თუ ალისონი გააგრძელებს კონტრაქტს ლივერპულთან, მამარდა ზაფხულში მინიმუმ იჯარით ლივერპულს დატოვებს და ახალ გუნდში წავა. საბა საზონოვის ამბავი გაინტერესებს ბევრს. საბას ხალხს კიდევ ქონდა ხეტაფეს ვარიანტი, როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში, თუმცა რაც მე მივიღე ინფორმაციას, საბა და ხეტაფე უკვე პირად კონტრაქტზე ვეღარ შეთანხმდნენ. ზაფხულში ეს ამბავი შეთანხმებული იყო პირადი კონტრაქტის ფეხბურთელის და კლუბის, თუმცა ეხლა უკვე ზამთარში ისინი ვერ შეთანხმდნენ. ამის გამო საბა კვლავ ეძებს ვარიანტს, რომ დატოვოს ტორინო და წავიდეს ახალ გუნდში ჯერჯერობით არაფერი კონკრეტული საბაზე არ ყოფილა. პრობლემა ისაა, რომ საბას ბოლო პერიოდში ქონდა მძიმე ტრამვები და ჭირდება ისეთი გუნდი, სადაც მას ენდობიან, სათამაშო პრაქტიკა ექნება და ჩემი აზრით საბა ფიზიკურად იმდენად ძლიერია დაიბრუნებს მის სათამაშო ფორმას. აი, კარგი ამბავი ისაა, რომ გიორგი წიტაიშვილი აი ამდენ წლიანი საბყრობილეში ესე რომ ვთქვათ ყოფნის შემდეგ ზაფხულში დააღწევს კიევის დინამოს თავს, ფრი აგენტი, თავისუფალი აგენტი ხდება, გაზდის მას კონტრაქტი, ამდენი იჯარით სიარულის შემდეგ ფეხბურთელის არის საშინელება ყოველ წელს ახალი გუნდის გამოცვლა, ყოველ წელს იჯარით წასვლა და რო არიცი შემდეგ რა იქნება. ბევრი ფეხბურთელისგან მომისმენია რომ 3-4 წლიანი კონტრაქტს და საიმედო სიტუაციას რო თავისთვის გამონახავენ, შემდეგ უფრო ბევრად კარგ გაგზავნონ ამ გუნდში. და წარმოგიდგენთ ციტა ყოველ წელს შეიძლება 6 თვეში ერთხელ ახალ გუნდში დადიოდა ბოლო 5 წელია. ციტა მეთში კარგად გამოიყურება და როგორც ის იქნება თავისუფალი აგენტი, ჩემი აზრით, მას ზაფხულში ძალიან კარგი ვარიანტები ექნება, იყო ესპანეთის დაინტერესებაც ხო შორის დაიწერა დაინტერესებაზე ესპანეთიდან დაიწერა იტალიიდან ჩემი ინფორმაციით ეს ყველაფერი კონკრეტულ მოლაპარაკებამდე შესულ არ მისულა, თუმცა ინტერესი ისინი გამოთქვამენ და ჩემი აზრით ციტას ასარჩევად ექნება საქმე ზაფხულში თავარია ამდენიმე გოლი კიდევ მიამატოს თავის აქტივს და ესეთ ფეხბურთელზე უფასოდ დარწმუნებული ვარ არც ერთი კარგი ლიგის გუნდი არ იტყვის უარს. რა გვაქვს გასარკვევი ახლა? რასაც უახლოეს პერიოდში ჯეოთიმზე აპდეიტის სახით უნდა ველოდოთ. ეს არის გიორგი აბუაშვილის ამბავი, მეც იჯარით ყოს გამოსყიდის უფლებით ალბათ მარტის ბოლომდე მასეც დაგაწევთ ესე ვთქვათ აპდეიტს და ასევე გიორგი გოჩოლეიშვილის ამბავი ჰამბურგში ისიც გამოსყიდის უფლებით ყავს ჰამბურგს იჯარით წაყვანილი შახტარიდან და იმედი მაქვს როგორც აბუს ასევე გოჩოლასაც თავიანთი კლუბები მეც ამ შემთხვევაში ჰამბურგი გამოისყიდიან. და ეს არის გასარკვევი, რასაც ჩემი აზრით მალე აპდეიტის სახით
დავპოსტავთ GeoTeam-ზე და იმედია პოზიტიური ამბავი გვექნება ამ ამბავზე და ასევე მინდა გითხრათ ყველაზე მოულოდნელი ტრანსფერი ამ ზამთრის რომელი იყო, ეს იყო რომელზე ინფორმაციაც მე მგონი არც კი გავრცელებულა პრესაში პირდაპირ ოფიციალურად დაიდო, ეს იყო გიორგი გულიაშვილის ამბავი. გიორგი გულიაშვილი რასცინგში წავიდა 2 მილიონი ნახევრად, სარაევოს კაპიტანი და ისე წამებში მოხდა ეს ყველაფერი, ამაზე ინფორმაცია არ გქონია არც ჩვენ, არც იქაურ მედიას და ეგრევე ოფიციალურად დადო რასინგმა. იმედი არაფერი გამომრჩა. ეს იყო ის აპდეიტები, რომელიც მინდოდა თქვენთვის მომეყოლა, სანამ ანტალიიდან დავიწყებთ კარგი კონტენტების შემოთავაზებას თქვენთვის და 2-3 დღეში ერთხელ ახალი ვიდეო დაიდება და ვთქვათ რომ გამოგვიწეროთ, რომ არ გამოგრჩეთ ეს ყველაფერი. დაგვიჭიროთ ხარი, რაც ძიმე დღე გადაგვხდა 2 დღე ანტალიაში ჩამოსვლამდე, გვაგზავნებათ თქვენი მხარდაჭერა, რასაც ყოველთვის ვგრძნობთ. დააჭიროთ გამოწერის ღილაკს, დაგვიწეროთ ასევე რამე ხო არ გამოგრჩა რომელ ფეხბურთელზე, თუ გამოგრჩა კომენტარის სახით აუცილებლად დავწერთ აპდეიტს, განვიხილოთ. ოდებით თქვენ კომენტარებს, მადლობა და მომავალ შეხვედრამდე 2-3 დღეში ახალი ვიდეოთი დაგიბრუნდებით.